18 წელი ერთად. სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს და არაერთ დაბრკოლებას გაუძლო. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი ვლოგის სტუმრები არიან პოზიტიური აზროვნების მენტორი შორენა ჯიქია და მისი მეუღლე მხატვარი, აბსტრაქციონისტი ბესიკ გაგუნაშვილი, ასე რომ აუცილებლად შემოგვიერთდით, უნდა გაგაცნოთ ეს არაჩვეულებრივი წვლილი. გამარჯობა! როგორ ხარ? მობრძანდით. მოგართვით სიყვარული, ჩემი გამომცხვარი, უღრმესი ჩემი თუნდიას ფავორიტია სხვათა შორის. ცოტა შაქარია. როგორ გავსუხდეთ? ძალიან კარგი. რეწყოს თორის სიყვარული კონცერტი. ესე ჩვენ ბედნიერი წვილი და გემრიელი გამომცხვარი ქადები. ფანტასტიკური. ნახე როგორი მყუდრო კუთხე მოგიწყეთ. ნახე, აბა ჩამოვჯექით აი აქ ყველანი ერთად. ეს რო გადავდოთ, რასი? ალბათ მე მგონი ჯობია რომ გადავდოთ. თქვენ ჩაჩეწუხდეთ. ერთი წუთით. კარგია, ჩადე იმ პარკში. ერთი სული მაქვს, როდის მოვრჩებით გადაღებას რომ დავაგემოვნო. აბა, კი. ეს ყველაფერი დაიწყო 2007-ში. ნუ 18-19 წელია ეხლა რა. ჩემი ნაცავი გოგო მიდიოდა უცხოეთში რა და მაშინ ვიყავი თავისუფალი ბიჭი ვიყავი რა და მე ვთქვი ერთი უცხოელი გოგო ნახე და გამოვაგზავნე მეთქი რა დაუშვე. უცხოელი არ ვარ, მეგრელი? ხო და მოკლედ ისე მოხდა რომ შორენაც იმყოფებოდა იმ წუთას იქ და ის ჩემი ნაცავი მიერეკავს ბიჭო უცხოელის რა გითხრაო მაგრამ ქართველი ვნახე. 10 წლის წინ არც სოციალური ქსელი იყო არც არაფერი და დაიწყო ამან დარეკვები. და მე მყავს მაკაცი დათო გუნიავა ეხლა ამერიკაში არის და ვიძახით მაესტროში რა ოპერის გვერდზე რომ მაესტროში ვიჯექით და აი მას ჰქონდა MMS-იანი ტელეფონი, ანუ MMS-ი უკვე სურათს იღებდა და აგზავნიდა უცხოეთში და გადამიღე მეთქი რა და სურათი რომ გადამიღო ისე მოხდა რომ სპიშკა ქართულად როგორ არის განათება ხო? რაღაცა ისე გადამიღო რომ ეს თვალი ხო და ელამი. ნუ სასაცილო რაღაცა. რა არის ეს ბიჭი ელამია? გაუგზავნე და ცოტა ხანში მოვიდა ელამი ხარო? ბიჭო არა ვარ ელამი და რაღაცა ელამი ხარო და დათო მანახე მეთქი ერთი და დათო მანახე თურმე ეს განათება რო აინტო თვალში დამარტყა იმ სინათლემ და ეს თვალი. არა, ინტერესანტია. ცოტა სასაცილო რაღაცა. ორი თვე ნახევარი მიდექა. და სულ ჩემი ოცნება იყო თბილისში მინდო და გათხოვება და სულოცლობდი ხმე ერთმანეთს. ერთი კარგი ბიჭი გამომიგზავნე რა იქნა და გამოჩნდა ეს. მანან კახელი, თავისი ხასიათები და კლანჭები იქიდანაც კი გამოაჩინა. ვიძახი რომ ეხტობა მაინც კაი ბიჭია. არ გეუნებოდა. კომპლიმენტი არა. როგორ არ ვეუნებოდი, ვეუბნებოდი. სადროდის. აი მაგალითად პირველად რა კომპლიმენტი უთხარით თუ გახსოვთ? რატო ჩაჭერი? პირველი მეზე ჩავჭერით. ალბათ ძალიან ყურადღებიანი იყო რომ იქიდანაც იჩენდა ყურადღებას რა. ანუ ნახე გადააკეთა, კითხვა გადააკეთა. ეს ყურადღებას ხო კომპლიმენტია რომ იქ უცხოეთიდან რო გოგო ყურადღებას გამოიჩენს უკვე მე ძალიან თბილი ვარ. ძალიან თბილია. მე ძალიან თბილი ვარ. ეხლა მე მაინტერესებს პირველი შეხვედრა. სად მოხდა და თუ გახსოვთ აი ეს ყველაფერი 18 წლის წინ. ეს იყო აეროპორტში. და მოგვეწონა ერთმანეთი. მე რაღაც ცოტა ხიპურად მეცვა რაღაცნაირად, ამას ცოტა კლასიკურად ეცვა რაღაცა და რაღაცა ამან გაიფიქრა ეს ვინ არის, მე გაიფიქრე ესა პუტკუნა გოგოა მეთქი და რაღაც ნუ მოკლედ ხო როგორც ხდება ხოლმე და მე გავიცანით ერთმანეთი, მე ოპერაში დაუპატიჟე ვამხარი. ოპერის თეატრში მუშაობ მეთქი. როგორ არის იცით იქ ისეთი სპექტაკლი იყო აიდა იყო იქ ვერ გაუძლებ რა თუ და 4 საათი მე გამოვდიოდი იქ სპექტაკლში და რაღაც როლები მქონდა და 4 საათი ისდა და მე შემიყვარდა ოპერაო და რომ მართლა მეთქი და აღარ წავალ აქ სულ წამომიყვანეო რა ის სულ მინდა და მე მიმალავდა სპექტაკლები მე ისე იყო ხალხი გაიცოდა ჩემს გასა აუ ბესოს ქსოლი ვარ და ნუ რაღაც ფანტასტიკა იყო რა. რომ გამოჩნდა ეს ადამიანი, მიიღეს ღვთის საჩუქრად და ღვთის გზავნილად. მე ისე მოხდა რომ თვენახევარში ჩამოვედი საქართველოში ერთი დღე ვიყავით შეყვარებულები, პაემაზე წავედი და მე სწორი ადამიანი უბრალოდ ვისაც შეგიძლია ენდო. ეხლა მეჩხარი, ანუ რითი მოხიბლა, რითი მოგაწონა თავი, იმიტომ რომ მეგრელი ქალის მოხიბლა არც ისეთი მარტივია, მე ესე მგონია. როგორც აღნიშნა ეს ადამიანი რადგან გამოჩნდა. ხო ჩავიდა ზუგდიდებში რა და ბიჭო ახლა კიმყოლია შეყვარებული და კიმხმა გამოცდილება მქონდა მაგრამ ახლა მეტყობა მაინც რაღაცა აი რაღაც ასეთი გამოთქვა რომ ფინტიგო იმივით ააგდო თუ რაღაცა რო არის ხო რაღაც
გოთიშა ტელეფონი დო გოდოვირიე კაცო უკვე შეყვარებული მგონია რა რაღაცა ერთად სადა ხარ და ურეკა უცხოეთში ამისდად მოსხოეთში იყო მეთქი სად არის გოგო შენი და ტელეფონი რატო გათიშა მეგრული ექცენტი მეუნები არა კახურად არ მეუნები და ნუ მე რაღაცა გავარკვიეთ და ბოლოს დაურეკე რა და მეუთხარი ცოლად უნდა მოგიყვანო მეთქი რა ხა რომანტიკები შენ მოყევი იმიტომ რომ სულ ბესო ლაპარაკობს ძალიან გთხოვ არა მე გეტყვით როგორია ანუ ყველაფერს ბესო გვეუბნება ყველაფერს შორენა გააჩუმეს ცხოვრებაში პირველად მეგობრებო ანუ მე უთხარი ცოლად უნდა მოგიყვანო თქო რა თუ გახურა და თუ არ ჩამოხვალ მე ჩამოვალ და არ იყო ისე რა ქვია რაღაც მე თვითონ ჩამოვალ ზუგდიდებში და იქიდან წამოგიყვან მეთქი და რა ვქნათო და მე დედა მყავდა ბათუმელი რა შესაბამისად ბაბუა ისინი სახლი ჰქონდა და ჩამოდი მეთქი ბათუმში მეთქი ჩემი ბიძაშვილი ეუბნება რომ რა ხდებაო და მომიტაცაო ბექუნა ეუბნება არა მე ვუყვები ჩემებს რომ ესე მეთქი მომიტაცაო და ბექუნამ გახედა და ბიჭო მაცივარი ტელეფონი ყველაფერი ჩემოდნი ჩამოიტანე და რა მოგიტაცაო კაც საიდან მოიტანეო და მოგიტაცაო მეუხერხულებოდა რომ სახიდან გავიპარე ადამიანს რომელიც ტელეფონით ვიცნობ მე ერთხელ შევხვდი ორ კვირაში რომ გავყევი ცოტ ძალიან მეუხერხულებოდა მაშინ და იცო ბათუმში ჩავედი და არ გამომიშვა მომიტაცა და ამ როგორ ხდებოდა მარტო ანუ შენი ცოდი ესაც ვიცახი რომ მე მყავს ესეთი ქმარი ძალიან მიგებს მენდობა მაქვს სრული თავისუფლება ის არის ჩემი მეგობარი ერთგული და მაჩვენებენ გაჩუმდი არავინ არ წაგართოს არა მე ვთხარი მან გამოიარა ის გზა და გასაღები მარტო მე ვიპოვე ერთადერთი გასაღები არსებობს რა თქმა უნდა ამ გასაღებისთვის რომ იმეგნო მე 13 წელი დამჭირდა მოდი ხა ყოველ დაუბრუნდეთ იმას რომ ესე მარტივი არ არის ესეთი ურთიერთობა ბესო აღნიშნა რომ 18 წელი 19 წელი ცოლ-ქმარი ვარ ჩვენ არ ყავს შვილი აქვე ესეც მინდა რომ დავამატო შვილი რა არის სიყვარულის ნაყოფი და არა ბედნიერების მიზეზი და იმისათვის რომ ჩვენ აი ესეთი ურთიერთობისთვის მიგვეღწია ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომებ ხშირად გვეკითხებიან ხოლმე რომ ამდენი წელია ცოლ-ქმარი ვარ შვილი არ გვყავს აი რანაირად როგორ ხართ ესე ან კი ყველაფერი კარგია მაგრამ ის შვილი ხო მაინც სულ სხვა როგორ შეიძლება ხა ცოლ-ქმარს რომელსაც ერთმანეთი უყვარს შვილი არ უნდოდეს ან როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქრო რომ ღმერთი ვინმე სჭის უბრალოდ მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ რამ განაპირობა ჩვენი ესეთი ურთიერთობა საიდან დაიწყო ესე ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავები და ანგელოზები ნამდვილად არ ვართ უბრალოდ შვილი რომ არ გვეყოლა მე თვითონ ჯანმრთელობის პრობლემა რომ მქონდა და ჩემმა ქმარმა რომ მითხრა მე შენ მიყვარ ხარ ავად თუ კარგად და შვილი რომ წერ გაგიშეს მე შენ არ მიგატოვება მე იმ წამსვე განვიკურნა იმ დაავადებებისგან მე გადიოდა წლები ნუ არ გვეძლეოდა ეს შვილი და რა თქმა უნდა ამან ხომ იმიყვანა მე ეკლესიამდე დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და დავიწყე კითხვების დასმა რისთვის ვარ რატო ვარ ამ სამყაროში რა მისია მაგისია რა ძალა აქვს სიყვარულს რა ძალა აქვს ურთიერთობას რა ძალა აქვს შვილს და ძალიან ბევრ კითხვას ვდიოდი ჩემში ვეძებდი დამნაშავეს დიახ პასუხებს ესეთ ბესოს რო კითხეთ წეღან რა კომპლიმენტებს ეუბნებოდითო მე არც კომპლიმენტებით ვარ განებივრებული არც საჩუქრებით ბესოსგან მაგრამ მე ბესოსგან განებივრებული ვარ ერთგულებით ნდობით და სიყვარულით ყველა თავისუფლებით ეს ის ღირებულება ეს ის თვისებები ეს ის უნარია რომელიც ვერ იყიდი საჩუქარს იყიდი კომპლიმენტს შეიძლება ადამიანს სიტყვა უბრალოდ უთხრა მაგრამ სხეულის ენით გამოხატავს თავის საქცელით გამოხატავს მოკლედ მეგობრებო უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები და აი ამ ხელა პოზიტივს ასხივებთ მოკლედ მე გისურვებთ წარმატებას და რა ვიცი ანუ ბედნიერება და სიხარული კიდე არ გაკლიათ და იმედი მაქვს რომ კიდევ არაერთხელ გვესტუმროთ ხშირად მოგვიწიეთ როგორ დათმაჩებით ქმარ კარგად დროებით